სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. ყოვლა წმინდა სამების დღესასწაულზე. მატერიალური სამყაროს ძალებს მათი მხრიდან დიდი ან მცირე ძლევამოსილების გამომჟღავნების შედეგად ვიტყობთ. სუბუქი ნიავი ლოყებზე რომ გველამუნება და საშინელი ქარიშხალი, რომელიც ქალაქებს ანგრევს, მხოლოდ ჰაერის მოძრაობა. უმცირესი თუ უდიდესი ძალით, ვარსკვლავის ძლივს შეშამწნევი ციმციმი და შუადღის მზის თვალის მომჭრელი კაშკაში ერთი და იმავე სინათლის ენერგიის გამოვლინებაა, უსუსტეს და უძლიერეს ხარისხში. დღევანდელ დღესასწაულზე მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის დიდებულ დღეს ხედავთ, რომ ღვთიური ძალის განმაცხადებელი სულიერი ენერგია შესაძლოა გამოვლინდეს არა მხოლოდ ჩუმად და შეუმჩნევლად, არამედ შემაჯწუნებელი ძალითაც. უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ნათლისღებისას მდინარე იორდანეში სულიწმინდამ სამყაროს პირველად თავი მტრედის მოკრძალებული სახით მოუვლინა, რომელიც ზეციდან ჩამოფრინდა და ნათლისმღებელ იესოს თავზე დააჯდა. დღევანდელ დიდებულ დღესასწაულზე კი იგი სამყაროს უდიდესი ძლევამოსილებით ახსავსე მოევლინა. ქრისტეს მოციქულები და უფალ იესოს ახლობელი ადამიანები იერუსალიმში დიდ ოთახში იყვნენ შეკრებილნი და სულიწმინდის გარდამოსვლას ელოდნენ, რომელიც ზეცად ამაღლებისას მაცხოვარმა მოციქულებს აღუთქვა. უეცრად ძლიერი ხმაური გაისმა, რომელიც ქარიშხლის მოახლოებას გავდა. მათ თვალწინ სულიწმინდა ცეცხლოვანი ენების სახით გარდამოხდა და თითოეული მოციქულს ცეცხლოვანი ენა თავზე დაადგა. ასეთ ცხადად და ასეთი შემაძრწუნებელი ძალით ქვეყნიერებისთვის არასდროს განუცხადებია თავი სულიწმინდას, ყოვლადწმინდა სამების მესამე პირს. ასე თვალნათლივ სამყაროში ჯერ არ განცხადებულა სამხმოვანება მხოლოდ ღმერთისა, სამსახოვნება მხოლოდ ღმერთისა და ამიტომაც მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლის დღესასწაულს ყოვლადწმინდა სამების დიდებულ დღესასწაულსაც უწოდებთ. სულიწმინდა ცხადია დავანებული იყო წმინდა მოციქულთა გულში ყოვლადწმინდა სამების მეორე პირთან, იესო ქრისტესთან, მათი მუდმივი ურთიერთობის განმავლობაშიც, უფლის ზეცად ამაღლებამდე. მაგრამ ახლა, როდესაც მათ უდიდესი ამოცანა ჰქონდათ შესასრულებელი და წარმართი ერებისთვის ქრისტეს სახარება უნდა ეხადაგებინათ, როდესაც უნდა გაეფანტათ წარმართობის წყვდიადი და მთელი ქვეყნიერება ქრისტეს ერთიანი ჭეშმარიტი ნათლით გაებრწყინებინათ, როდესაც უმძიმესი ბრძოლა უნდა გაემართათ თავად ეშმაკთან, სულიერი სიბნელის მამასთან და საწყისთან, მათ რა თქმა უნდა გონებისა და გულის ზეადამიანური ძალები ესაჭიროებოდ. ამიტომაც სულიწმინდა გარდამოვიდა მათზე ისეთი უზარმაზარი ძალით, როგორითაც არც მანამდე და არც ამის შემდგომ კაცთაგან არავისი არ გარდმოსულა. ღვთიურმა ნათელმა, რომელიც ცეცხლის ენებად თავს დაადგრა მოციქულებს, გააცისკრონა მათი გონება. მოციქულებს განსაცვიფრებელი ნიჭი ებოძათ. ისინი ყველა ერის ენასა და კილოზე ამეთყველდნენ, რომელთათვისაც განახლებული გული და გონება უნდა ებოძებინათ. ამრიგად, ქარიშხლის ძალით გარდამოხდა სულიწმინდა ქრისტეს მოციქულებზე, რამე თუ მათ წინაშე გრანდიოზული ამოცანა იდგა. ძირფესვიანად უნდა შეეცვალათ სრულიად კაცობრიობის მსოფლმხედველობა და სამყაროს ისტორიის მთელი სვლა. მაგრამ დადგება დრო, როდესაც შეუდარებლად დიდი ძალით, კიდევ უფრო მეტით, ვიდრე ეს სულთმეფონების დღეს მოხდა, განცხადდება ღვთის უსაზღრო ძლევამოსილება და სულიწმინდის ხელმწიფება. როდესაც მთავარანგელოზის საყვირის საზარელ ხმაზე მკვდრები აღდგებიან, როდესაც დედამიწა და აქ ქმნილი ყოველი საქმე დაიწვება, როდესაც ღვთის სიტყვით აჰაესერა ყოველსავე ახალ ყოფ, ახალი მიწა და ახალი სამყარო შეიქმნება. ამ საშინელი ჟამისათვის მთელი ცხოვრების განმავლობაში ყოველ ცისმარე დღეს უნდა ვემზადებოდეთ, რათა არა შიშითა და ძრწოლით შევხვდეთ მას, არამედ დიდი სიხარულითა და მაღლა აწეული თავით. რა არის ამისათვის საჭირო? უნდა გვახსოვდეს წმინდა პავლე მოციქულის საოცარი სიტყვები,
რომელიც კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეშია გაჟღერებული. არა უწყითა, რამე თუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენ შორის. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ჩვენს გულებშიც გარდამოვიდეს სულიწმინდა. თუ ქრისტეს მცნებებს მთელი გულისყურით აღვასრულებთ, სულიწმინდა დაივანებს ჩვენში. ცხადია, არა იმ დიდებითა და ძალით, როგორითაც ქრისტეს მოციქულებზე გარდამოვიდა, არამედ საკმაოდ შეუმჩნევლად და თანდათანობით. სულიწმინდის მადლი აუჩქარებლად და ძლივს შესამჩნევად ყოველდღიურად შესვლის ჩვენ სულს, სამშვინველსა და ხორცსაც კი, მისი შემწეობით წყნარები, ნაკლებ მოლაპარაკენი და თვინიერები გავხდებით და სულით ხორცამდე შეგვძრავს ამ სამყაროს ბიწიერება და სიცრუე. სულ უფრო ნაკლებად ვიფიქრებთ საკუთარ თავზე, ხოლო ამქვეყნიური კეთილდღეობა ჩვენთვის ყოველგვარ მიმზიდველობას დაკარგავს. სულიერ ტკივილს მოგვაყენებს ფიქრი ტანჯულთა და უპოვართა შესახებ, რომლებსაც არ გააჩნიათ პური არსობისა და ვედრებით გვიმზერებ. ჩვენი ტანადობა და სიარულის ჩვევაც კი შეიცვლება. უწინ მაღლა დაწეული თავი დაიხრება. დინჯად დავიწყებთ სიარულს. ჩვენი ბაგეები და ენა კი მხოლოდ კეთილ, უბიძო და სუფთა სიტყვებს წარმოთქვამს. ასე მომწიფდება ჩვენში სულიწმინდის ძვირფასი ნაყოფები, რომელთა შესახებაც წმინდა და დიდი პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს. ხოლო ნაყოფი სულისაი არს სიყვარული, სიხარული, მშვიდობაი, სულგრძელებაი, სიტკბოებაი, სახიერებაი, სარწმუნოებაი, მყუდროებაი, მარხვაი, მოთმინებაი. და ეს შეგეწიოთ ქრისტეს სახარება და სულიწმინდის მადლი ამ ძვირფას ნაყოფთა მოხვეჭაში და ყოველი თქვენგანი ღმრთის სულის ტაძრად გაქციოთ. ამინ. შეგვეწიოს წმინდა სამება თითოეულ ჩვენთაგანს, ჩვენი არც ისე მარტივი ცხოვრების გზაზე, რომლის განმავლობაშიც ერთი წამით არისვენებს ეშმაკი, რომ დაგუყოს თითოეული ჩვენთაგანი. იმის ნახევრად მაინც რომ ვაფასებდეთ ჩვენს თავს, ჩვენ საუკუნო ხვედრს, როგორც ეშმაკი ჩვენს წარწმედას ლამობს და აფასებს. ალბათ თითოეული ჩვენთაგანი სულიწმინდით გაბრწყინებულები ვიქნებოდით. ეშმაკი დღენიადაგ ფიქრობს, იღწვის იმისათვის, რომ გზიდან გადაგვიყვანოს. და სამწუხაროდ ჩვენ დაბნეულები, გონებააბნეულები, აფანტულები, საერთოდ არ ვაკვირდებით მის მოძრაობებს ჩვენს გულში და გონებაში. ამიტომაც არის, რომ წლები გადის, რაც ეკლესიაში ვდგევართ და აი იმ ნაყოფებს, რომელიც პავლე მოციქულის სიტყვებით ჩამოთვალა წმინდა ლუკამ, სიმშვიდეს, სიყვარულს, სიხარულს, მარხვას, მოთმინებას ჩვენ თავში ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ იმ მცირე ცვლილებებს, რაზეც წმინდა ლუკა საუბრობდა. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, განაიმიტომ რომ ეს შეუძლებელია. არა, შესაძლებელია და ძალიან მარტივად შესაძლებელია. მაგრამ შეუძლებელს ხვდით ჩვენ თვითონ ჩვენი დაბნეულობით, ჩვენი გაფანტულობით, უგულისყურობით. მეტი არაფრით. ჩვენ ვემსგავსებით იმ ადამიანს, რომელიც წინ დგავს 2-3 ნაბიჯს და უკან 10-ს. აი დაახლოებით ესე ვიხვდით. და ამაში რა თქმა უნდა ეშმაკი გვეხმარება. გვეხმარება იმისათვის, რომ წლების მერე, როდესაც ადამიანი ასე უქმად წყალს ნაყავს, მერე უცბად ჩააწვეთოს თავში ესეთი აზრი, რომ ამას არაფერს აზრი არ აქვს. აბა ამდენი წელია იღწვი და ვერაფერს მიაღწია, მოდი თავი გაანე. და უგუნური ამაყი ადამიანი ძალიან ხშირად ეშმაკის აი ამ შთაგონებას უჯერებს. უჯერებს და უკან იხევს. ან უარესი შეიძლება ითქვას, კმაყოფილი ხდება თავისი მდგომარეობით, თავს იტყუებს იმით, რომ ეკლესიურია, აღსარებას ამბობს, ეზიარება და ასე ერთ ადგილზე გაციებული, ესე ვთქვათ, ცხოვრობს ამ ქვეყანაზე.
ორივე ადამიანის ხვედრი სავალალოა. იმისიც, ვინც თავს დაანებებს ყველაფერს და წავა ეკლესიისგან და იმისიც, ვინც ეკლესიაში გულგრილად იცხოვრებს და მისთვის მნიშვნელობა არ ექნება ის, ესე ვთქვათ, სიღრმისეულად, გულწრფელად ქრისტიანი იქნება თუ უბრალოდ კულტურულად ქრისტიანი, რომელიც რაღაც წესებს აღასრულებს. იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ, რომ ასეთი ადამიანები, ვინც არა გულწრფელად ასრულებდნენ რჯულს, ზედმიწევნით რჯულს, აი დღევანდელ სახარებაში ჩვენ მოვისმინეთ, თუ როგორ მოიხსენიებენ იესო ქრისტეს და როგორ მოიხსენიებენ მის მიმდევრებს. წყეულები არიან. წარმოიდგინეთ. აი სადამდე მიდის ადამიანი მხოლოდ როდესაც ის ესე ვთქვათ კულტურულად ასრულებს, ზედაპირულად ასრულებს სარწმუნოებრივ წესებს. ადრე თუ გვიან ნებისმიერი ესეთი ადამიანი, ადრე თუ გვიან იგივე დასკვნას გააკეთებს, რასაც ფარისევები. ფარისევლები აკეთებდნენ და სჯულის მეცნიერი. ამიტომ როგორც ცეცხლს ისე უნდა გავურბოდეთ თითოეული ჩვენთაგანი ამ ყველაფერს. აი როგორც ცეცხლს. თითოეული ჩვენთაგანი ნახეთ რას ამბობს წმინდა ლუკა, რომ ყოველ ცისმარე დღეს თითოეული ჩვენთაგანი უნდა იღუწოდეს იმისათვის, რომ სულიერად წარემატოს. უნდა იღუწოდეს იმისათვის და უნდა ელოდეს იმ დღეს, როდესაც მთელი თავისი ძლევამოსილებით გამოჩნდება იესო ქრისტე. რისთვისო თან ნახეთ, რომ შეშინებულები და შეძრწუნებულები არ დავხდეთ ამ დღეს, არამედ თავაწეულები და სიხარული. აი ჩვენ ვიცით, რომ პავლე მოციქული როგორ ამბობდა, გახსოვთ, რომ მას უნდოდა, რომ გასულიყო ამ ქვეყნიდან და რატო თან ნახეთ? იმიტომ რომ იცოდა, რომ აქედან რომ გავიდო და მივიდო და იმასთან, ვისაც მთელი ცხოვრება ემსახურა. ჩვენ კი სამწუხაროდ რატომ გვეშინია იცით ამ ყველაფრის? იმიტომ რომ ვიცით შიგნით გულში ჩვენ ახლა ჩვენ თავს ხო ესეთი ადამიანებიც არსებობენ საკუთარ თავს რო ატყუებენ, მაგრამ ძირითადად ხო ვერ ვატყუებთ საკუთარ თავს. ხო ვიცით რომ ქრისტესთვის არ ვცხოვრობთ ამ ქვეყანაზე რეალურად. ამიტომ გვეშინია და ვკანკალებთ და ვფიქრობთ რომ არა იქ რომ მივალ ნეტა როგორ განმიკითხავს ღერთი, შემიწყალებს, არ შემიწყალებს, მე უქნარას. ეს რო არ დაგვემართოსო წმინდა ლუკა გვეუბნება რომ ყოველ დღე უნდა იღწოდეთ ამისთვის. აი ამას გვასწავლის წმინდა ლუკა თითოეულ ჩვენთაგანს. ყოველ დღე. და ჩვენ კი მოდით გულწრფელად ვაღიაროთ, ყოველ დღე დილას აღამოს ლოცვის წაკითხვაც კი გვეზარება. ხან დაღლილები ვართ, ხან მოუცლელები ვართ. სახარებაზე და წმინდა მამებზე აღარ ვლაპარაკ. აი ლოცვის დილას აღამოს ლოცვის წაკითხვა გვეზარება. მარხვის შენახვა გვეზარება. ხან დაბადების დღის მიზეზი გვაქვს, ხან მგზავრობაში ვართ, ხან 1000 მიზეზს მოვიტანთ, რატომ არ ვილოცეთ, რატომ მარხვა დავარღვიეთ. ეხლა ხო წარმოგიდგენთ, ახლა ამას რატო ვამბობ, ხო? ხო წარმოგიდგენიათ, ესე იგი ჯერ სად ვართ? ამ დროს პავლე მოციქული, როდესაც ამბობს მოუკლებელად ილოცებით, ანუ შეუჩერებლივ ილოცებით, განუწყვეტლივ ლოცულობდითო. ეუბნება, არსად არ ამბობს პავლე მოციქული, ამას არ ეუბნება მონოზვნებს. ყველა ჩვენთაგანს ეუბნება. იმიტომ რომ პავლე მოციქულს სხვანაირად არც წარმოედგინა. როგორ შეიძლება ადამიანი, პავლე მოციქული ასე ფიქრობდა, იმიტომ რომ თვითონ ასეთი იყო, რომ როგორ შეიძლება ადამიანი ქრისტიანი იყოს, ამ სიტყვის მნიშვნელობა ესმოდეს და მუდმივად არ ლოცულობდეს. აი ამას ფიქრობდა. იმიტომ რომ პავლე მოციქულმა მიუხედავად იმისა, რომ თვითონ მდევნელი იყო ქრისტეს მოწაფეების, როგორც კი ქრისტე შეიგრძნო, როგორც კი გაიაზრა, რა გააკეთა ქრისტე მისთვის, იმის მერე მის თავში და გულში სხვა სახელი აღარ იყო. ამიტომ მისთვის ძალიან იოლი იყო მუდმივად ელოცა. აი ჩვენ ხო ესე არა ვართ. ჩვენ სამწუხაროდ ესე არა ვართ. ჩვენს გულში და გონებაში ქრისტეს თუ აქვს ადგილი,
სადღაც კუთხეში. მისთვის გვაქვს გამოყოფილი ადგილი სადღაც კუთხეში. და როდესაც მოვიცლით ხოლმე მისთვის, აი მაშინ მივმართავთ. და მოვიცლით ხოლმე ძირითადად როდის, როდესაც რაღაცა მისგან დაგვჭირდა. და ისიც ამქვეყნიური. აი ესაა ჩვენი უბედურება. არა და ქრისტე ხო ამისთვის არ მოვიდა. გახსოვთ ხო წინა კვირას პავლე მოციქულის სიტყვები გავიხსენეთ, სასუფეველი ღვთისა საჭმელი და სასმელი არ არის. აი ჩვენ როდესაც საჭმელი და სასმელი უხეშად ვამბობ, რა თქმა უნდა, მოგვაკლდება, მაშინ გვახსენდება ღმერთი. არა და იესო ქრისტემ როგორ დღეს წმინდა ლუკამ გითხრა, მოვიდა აქ ისთვის, იცით რომ მთელი ნახეთ რა თქვა, მთელი სამყარო სოფხედელობა უნდა შეეცვალა. სწორედ ამას გულისხმობს, რომ საჭმელისგან, სასმელისგან და ჩასაცმელისგან მოწყვით ადამიანი. და სულ სხვა რეალობა დაანახა. სულ სხვა ბედნიერება დაანახა. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ეხლა რასაც მე ვლაპარაკობ თანამედროვე ჩვენთვის ადამიანებისთვის გაუგებარია. იმიტომ რომ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ სამწუხაროდ ისევ დავბრუნდით იმ სოფხედელობრივ რეალობაში, რაშიც იყო კაცობრიობა ქრისტემდე. ჩვენ ისევ დავბრუნდით იმ რეალობაში, სადაც ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია. ეს გამონათქვამი არ არის უბრალო გამონათქვამი. და არც ქრისტიანობა ახლა ჯანმრთელობას არ უარყოფს, მაგრამ თვითონ ეს გამონათქვამი ჯანსაღ სხეულში ეს პირდაპირ ასახავს სხეულის კულტს, მატერიის კულტს. ადამიანი სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ აქეთ დაბრუნდა. და ქრისტიანული აი სოფხედელობა, რაც მოციქულებმა იქადაგეს, თანამედროვე ადამიანში დაკარგული. მისი ნაპერწკალი შენარჩუნებულია მართლმადიდებელ ეკლესიაში, მის წმინდა სახარებაში, მისი წმინდა მამების ნაშრომებში, რომელსაც თითოეული ჩვენთაგანი მართლაც რომ გავმეორდები, წმინდა ლუკას სიტყვებს გავიმეორებ, ყოველ დღე უნდა ვეწაფებოდეთ, რომ რამენაირად სულ ბოლომდე არ მოუწყდეთ ამას. სწორედ ამიჯერეთ, რომ შორს არ არის ესეთი მდგომარეობა. ჩვენზე ნაკლები ქრისტიანები კი არ იყვნენ დასავლეთში. გულისხმობ ლათინთა წვალებლურ შესაკრებელს, კათოლიკურ ეკლესიას რომ ვეძახით. ჩვენზე ნაკლებები კი არ იყვნენ. იყო დრო, როდესაც ჩვენი წმინდა მამები რომის პაპთან ჩადიოდნენ, რომ მას დაეცვა მართალი ჭეშმარიტება, მართალი სარწმუნოება, როდესაც ბიზანტიის ეპისკოპოსებს ეშლებოდათ ხოლმე. ასეთი დროც იყო. უდიდესი წმინდანები ყავს ჩვენ დასავლეთიდან. ნეტარი ავგუსტინე, გრიგოლ დიოლოგოსი, ლეონ რომის პაპი და კიდე უამრავი რა ჩამოთვლის. უდიდესი მამები, ესენი ყველა იმ სამყაროს წევრები იყვნენ. მაგრამ რადგან სამწუხაროდ არ გაუფრთხილდნენ ამ ყველაფერს, აი დღეს სად მივიდნენ. დღეს მათთვის ქრისტიანობა არის თუნდაც მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელა. აი ეს არის მათთვის ქრისტიანობა. და ამ მოხატულობის შემხედვარე თქვენ მითხარით, მე რატო უნდა მითხრა, თქვენ თავს გაეცით პასუხი. დაბრუნდა თუ არა იქ ქრისტემდელი სოფხედელობა. რა თქმა უნდა, მთლიანად იქ ქრისტეს მარტო სახელიღაა დარჩენილი. დანარჩენი თავიდან ბოლომდე წარმართობაა. თავიდან ბოლომდე სხეულის კულტი არის. და იგივე უნდა ეშმაკს აქაც ჩვენთანაც. ეს ყველაფერი როგორ იწყება? თითოეული ჩვენთაგანის სულებში, თითოეული ჩვენთაგანის გულებში. სულ მცირე დათმობით, სულ მცირე უკან დახევით. ეშმაკს არსად არ ეჩქარება, ჩვენგან განსხვავებით, მან ძალიან კარგად იცის, რომ იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიოს, მოთმინებით უნდა აღიჭუროს. და ნელა-ნელა, წვეთ-წვეთ უნდა წარწმიდოს თითოეული ადამიანის სული. აი ჩვენ ეს უნდა გავიაზროთ. უნდა გავიაზროთ, რომ ამ ქვეყანაზე არსებობს ორი ძალა. ერთი ძალა
რომელიც გვეუბნება, რომ მე ვარ ნათელი და მე თუ შემომიდგებით, ბნელში არ ივლით. ანუ მე თუ დამიჯერებთ, ბნელში არ იქნებით. და ამ ძალამ თავისი სიყვარული თითოეული ჩვენთაგანის მიმართ საკუთარი სისხლით დაამოწმა. საკუთარი სისხლით თითოეული ჩვენთაგანისთვის, ჩვენი ცოდვებისთვის სასჯელი მიიღო. საშინელი სასჯელი დაითმო. და არსებობს მეორე ძალა, რომელიც ასევე აღვითქვავს ყოველივე კარგს, გვეუბნება, რომ თითოეულ ჩვენ სურვილს შეასრულებს. მაგრამ რომლის მოღვაწეობის შედეგებს თითოეული ჩვენთაგანი თვალნათლივ ხედავთ. ამდენი უბედურების, ომების, შურის, მკვლელობის და 1000 უბედურების სახით. ეს ორივე ჩვენს თვალწინ არის. იმ ადამიანთა ჯარიც ჩვენს თვალწინ არის, ვინც ქრისტეს დაუჯერა და ვხედავთ მათი ცხოვრების წესდარიგს და იმ ადამიანების ჯარიც ჩვენს თვალწინ არის, ვინც ეშმაკს დაუჯერა. და ორივე შედეგი ჩვენ თვალწინ არის, რომელს ავირჩევთ, ეს უკვე თითოეული ჩვენთაგანის პიროვნული არჩევანი იქნება, რომელშიც თავად ღმერთიც კი არ ელება. თავად ყოვლისშემძლე, რომელმაც შექმნა ყოველივე არაარსისაგან, ისიც კი არ ერევა ჩვენს ამ არჩევანში, რომელსაც გვინდა ჩვენ თვითონ ავირჩევთ. უბრალოდ მერე შედეგებსაც ჩვენ თვითონ მოვიმგით. ღმერთმა გვაშოროს ეს ყველაფერი, ღმერთმა გვაშოროს, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთოთ ამ ცხოვრებაში, სულიწმინდა იყოს წინამძღოლი ჩვენი და გავმეორდები, არ უნდა დავნებდეთ. აი წმინდა ლუკა როგორ ამბობს, ნახეთ, გვამხნევებს თითოეულ ჩვენთაგანს და გვეუბნება, თან სიამაყისგან გვიცავს და გვეუბნება, რომ ხა არ იფიქროთ, რომ თქვენზეც იმ ძალით მოვა სულიწმინდა, როგორც მოციქულებზე გარდამოვიდა და ასე არ ელოდოთ ამ ყველაფერს. ყოველ დღე ცოტ-ცოტა იშრომე, ცოტ-ცოტა განათლდი, ცოტ-ცოტა მოუმატე. და ყოველ დღე შეუმჩნევლად შემოვა შენში სულიწმინდაო და შენი ცხოვრება ისე შეიცვლება, შენ ვერც კი შეამჩნევ. სიარულის მანერაც კი შეგეცვლებაო, საუბრის მანერაც კი შეგეცვლებაო, მაგრამ შენ ამას ვერ გაიგებ, ნელ-ნელა გააკეთებს ამას ყველაფერს ღმერთი. ამას რატო გვეუბნება, რომ არ უნდა რომ სასო წარვიკეთოთ. იცის წმინდა ლუკამ რა უბედურებიცა ვართ ჩვენ ადამიანები და ამიტომ გვეუბნება, რომ არ დანებდე, იშრომე, იწვალე, დღეს არ გამოგივი და ხვალ გამოგივა, ხვალ არ გამოგივი და ზეგ გამოგივა. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ არ დავიზაროთ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ დავიზაროთ და სასო არ წარვიკეთოთ. ადრე თუ გვიან აუცილებლად გავიმარჯვოთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგვიწყოთ.